გუშა გობერს მარად ეს ძველი მისალმება ძველი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი როცა სპორტულ საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევარდენის წარმომადგენლები ერთმანეთს ასე ესალმებოდა. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა ზუსტად ძველ დროში გადავინაცვლოთ და გაგაცნოთ ერთი ადამიანი და მისი საქმეები. ეს არის გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც ეს მისალმებაც მოიფიქრა და კიდევ ბევრი რამე კარგი მოიფიქრა ჩვენი ქვეყნისთვის და გააკეთა. ეს წიგნი არის სერია ლეგენდები არტამჯის გამოცემული სერიიდან და შემდგენელი არის პაატა ნაცვლიშვილი, ქართველი პუბლიცისტი და მწერალი, რომელიც ბევრი წიგნის ავტორია და ცალკე წიგნს თვითონაც იმსახურებს თავისი უამრავი კარგი საქმის გამო, თუნდაც შეფიცული ალექსანდრე სულხანიშვილის ქაქუცას თანამებრძოლის საქართველოში ჩამოყვანის ამბავზე და ქაქუცას ხმლის დაბრუნების და კიდევ ბევრი სხვა კარგი ამბის გამო, მაგრამ მოდი დღეს გიორგი ნიკოლაძეზე ვილაპარაკოთ. გიორგი ნიკოლაძე იყო ნიკო ნიკოლაძის შვილი, ცნობილი ნიკო ნიკოლაძის შვილი და თვითონაც არანაკლებად ცნობილი და წარმატებული და საქმიანი ჩვენს ქვეყანაში. დავიწყოთ მის შესახებ, აქ მე სულ წიგნს ვკითხავ ხოლმე ფანქრით და გავხაზებ ხოლმე საინტერესო მომენტებს და ამ წიგნიდან ამუნარიდებს წაგიკითხავთ გიორგი ნიკოლაძის შესახებ. ერთ-ერთი პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ამ ადამიანის შესახებ არის ის, რომ მრავალმხრივ განათლებული და ჭკვიანი ადამიანი იყო, თუმცა თავის თავს ეძებდა თავიდან და ჩანაწერებში წერს ერთგან, რომ ღმერთო რასაწყალი ვარ, რა უფსკრუში ამომიყვია თავი, რა წყალში ჩავარდეს, სული მიკვნესის, მარტობა მკლავს და არ სწორად ვიცი, რომელი საქმე უფრო საგულისხმოა ჩემთვისო. თავიდან ესე წერდა, ესე ფიქრობდა და მე ნელ-ნელა თავის ბევრ საქმეს მიაგნო. ახალგაზრდა იყო, რომ გარდაიცვალა, თუმცა როგორც ავტორი ამბობს, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლით იცხოვრაო და გიორგი ნიკოლაძე იყო ბევრი ამბავი უკავშირდება გიორგი ნიკოლაძეს და ერთ-ერთი არის ის, რომ ის არის ერთი ბიჭი, რომელიც ფრანგ ბიჭუნად არის მიჩნეული, მოხსენიებული და პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი აღმოჩნდა ჰოლანდიელ ნიჩბოსნებთან ერთად და ამ წიგნში ამ ამბებსაც ნახავთ. აი აქ არის საერთოდ ფოტოც გადაღებული, თუმცა შემთხვევით მოხდა მათ გუნდში, უყურებდა ნიჩბოსნობას, ნაოსნობას, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა თვითონაც ეს სპორტი. მაშინ პარიზში იყო მამასთან ერთად და როგორც ჩანს იქ მამასთან ერთად აღმოჩნდა. პირველი იყო გიორგი ნიკოლაძე, ვინც სათავე დაუდო ალპინიზმს საქართველოში, პირველი ექსპედიცია ჩაატარა მყინვარზე, ჯერ კიდევ 1923 წელს, ასევე პირველი იყო, ვინც ევროპაში ველოსიპედით იმოგზაურა ქართველებიდან, თავის ცოლთან ერთად ევროტური მოაწყო, ჟორჟიეტა ღამბაშიძესთან ერთად ველოსიპედით აი ესე იმოგზაურეს. და კიდევ მის სახელს ეკუთვნის ბევრი სიტყვის გამოგონება, მარტო ესეც ეყოფა ავტორი წერს მის სახელსო. ქართულ მამამისიც ხო გამოგონებელი იყო სიტყვების, ზოგჯერ იკარგება ხოლმე სიტყვების ისტორიკოსები, ადამიანები. აი მაგალითად ლიანდაგი ხო ნიკო ნიკოლაძემ გამოიგონა მამამისმა. აი გიორგი ნიკოლაძის შესატყვის სიტყვებს გამოგონებას ეკუთვნის მაგალითად ფეხბურთი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ჩოგბურთი, წამზომი, მსაჯი, ბადრო, თამაშგარე, კუთხური და კიდევ ბევრი სხვა. ასევე იყო მათემატიკოსი და მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის გამოცემაც გიორგი ნიკოლაძის სახელს ეკუთვნის. იყო ძალიან კარგი მოჭადრაკე, ტანმოვარჯიშე და ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა სპორტულ საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევარდენი საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ რუსების ისევ ანექსიის და რუსეთისგან დაპყრობის მერე 1922 წელს გააუქმეს. შემდეგ ევროპაში ცოტა ხნით აღდგა 28 წელს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიშალა ეს ორგანიზაცია და იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდის მერე ისევ აღდგება, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი და თან ფიზიკურად ძლიერი ერთად კიდევ უფრო ჯანსაღია, როგორც ბერძნები იტყოდნენ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღის სულიაო. ნიკო კეცხოველი წერდა ნიკო ნიკოლაძეზე, რომ მე რომ მკითხონო, როგორი გინდა რომ ქართველი კაცი იყოსო, დაუყოვნებლივ უპასუხებდი ისეთი, როგორც გიორგი ნიკოლაძე იყოვო. ესეთი გადმოცემაც არის შემონახული.
პირველად 12 წლის იყო, როცა მწვერვალზე ავიდა და შვეიცარიაში აღმოჩნდა ეს მისი პირველი ასვლა მწვერვალზე. ბევრი წარმატებული ასვლა ჰქონდა საქართველოშიც მწვერვალებზე, თავის შევარდნილებთან ერთად. ჰქონდა წარუმატებელი ასვლაც, როცა მეგობრები დაიღუპნენ და ამის მერე ამბობდნენ, რომ გიორგი ნიკოლაძე გახარებული არავის უნახავსო, გაღიმებული არავის უნახავსო. ესეთი ტრაგიკული ამბავიც შეემთხვა მის მოგონებებს. ექსპედიციებს აწყობდა და მაგალითად აქ არის სვანეთში ექსპედიცია, სვან ადგილობრივ თამსვლებთან ერთად, ისე ერთადაც მთაში დადიოდა. კიდევ აქ გვაქვს მის შესახებ ინფორმაცია, რომ უამრავი ამბავია, რომელი ერთი, აი აქ არის თავის სოფელში დიდი ხაიში, როცა ჭადრაკს თამაშობს. აი ეს არის შევარდენის ერთ-ერთი გამოსვლა, სადაც თვითონ მოუძღვება წინ ერთ-ერთი, აი აქ ამ ფოტოში ხედავთ. მოციგურავე იყო კიდევ ერთ-ერთი პირველი და ძალიან წარმატებული და კარგი. საერთაშორისო ტურნირებზეც გამოდიოდა ხშირად. იყო ასევე მწვრთნელი, საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი, სხვადასხვა მიმართულებით. ორ ძელზე ვარჯიშობდა. მისი ველომოგზაურობის შესახებ ბიბლიოთეკაშიც არის შემორჩენილი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალბომები, 3 ალბომია შემორჩენილი, სადაც მისი ცოლი აღწერს მათი მოგზაურობის ამბებს. აქ მისი ვარჯიშის ფოტოა ერთ-ერთი შემორჩენილი, აი აქ. შემონახული არქივიდან. აქ ბევრ საინტერესო ამბავს ვიპოვით ამ წიგნში გიორგი ნიკოლაძის შესახებ. და რაც თავარია, გიორგი ნიკოლაძის დანატოვარ საქმეებსაც ვნახავთ. მისი შევარდენის წევრები გახდნენ მერე ცნობილი მთამსვლელები და გააგრძელეს სპორტული მიღწევები, თუმცა ისევ საბჭოთა ხელისუფლების დროს აღარ ეძლეოდა საშუალება ქართველ სპორტსმენებს, რომ საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაიტანათ და ქვეყნის საქართველოს სახელით გამოსულიყვნენ. ამიტომაც თითქოს ჩაიკეტა ქართული სპორტი და რამდენი რამის მიღწევა დაპაუზდა, შენელდა და ვეღარ მოხერხდა, თუმცა უნდა გავიხსენო და ვიცოდეთ ისტორია იმისთვის, რომ შემდეგ აწმყოს და მომავალს უფრო კარგად დაუკავშიროთ ჩვენი გზები და გვახსოვდეს ისიც, რომ როგორც ამ წიგნშია 1900 წლიდან იწყება საქართველოს ოლიმპიური ისტორია, როცა გიორგი ნიკოლაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო და შემთხვევით ოლიმპიური ჩემპიონიც კი გახდა. სულ ეს იყო, რაც მოკლედ მინდოდა ამ წიგნის შესახებ, რომ მე თქვა, დანარჩენი შეგიძლიათ, რომ თქვენ თვითონ ამოიკითხოთ თუ დაინტერესდებით გიორგი ნიკოლაძეზე, მის კვლევებზე, მის ბიოგრაფიაზე და ათვალიეროთ მისი ფოტოარქივი, რომელიც ამ წიგნშიც არის ნაწილობრივ შემორჩენილი, შემონახული და შემოტანილი და შევარდენს ამ ორგანიზაციის, რომელიც იყო უსურვებ კიდევ აღდგეს და გააგრძელოს ადამიანების გონებისა და სხეულის წვრთნა. დიდი მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო, ჩვენ შემდეგ ლიპარასკევობას შევხვდებით. და თუ ვინმე გამარჯვების ნაცვლად გითხავს უშაკო ბერს, არ დაგვაუწყდეს პასუხი, მარად.